საახალწლო ბაზრობები ყოველ წელს ეწყობა საქართველოში. ასეთი ბაზრობა განსაკუთრებით მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის არის მნიშვნელოვანი. ასეთ დროს მათ თავიანთი ნახელავისა თუ მონაგარის ხალხთან გადანის განსაკუთრებული შესაძლებლობა ეძლევათ. წელს მერიის მიერ ორგანიზებულ საახალწლო ბაზრობებში მონაწილეობაზე 300-მდე ბიზნესი აცხადებს უარს. მათ შორის ერთ-ერთია ბაბალე, სოციალური საწარმო, რომელიც თითქმის 10 წელია საახალწლოდ განსაკუთრებულად ემზადება და სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებთან და მოზარდებთან ერთად საახალწლო მორთულობასა და სხვა ხელნაკეთ ნივთებს ქმნის. ეს ყველაფერი ერთის მხრივ ფინანსურ ზიანს გვაყენებს, რა თქმა უნდა, მაგრამ მორალურად მართლები ვართ და ჩვენთვის თავარი არის ღირსების შენარჩუნება ამ სიტუაციაში. ბაბალეს დამფუძნებელი ლია ტაბატაძე ამბობს, რომ წელს საახალწლო ბაზრობებში მონაწილეობის არც სურვილი აქვთ და არც განწყობა. ყავს უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანები, ამდენი ნაცემი ადამიანი ქვეყანაში და არავის არ გვეზეიმება და ეს განწყობა ნამდვილად არ არის, რომ გარეთ გავიდეთ და მით უმეტეს სამთავრობო ღონისძიებებში ჩავერთოთ და გავუწიოთ მხარდაჭერა ამ ღონისძიებებს, ამიტომ ყველაფერზე უარი ვთქვით და ასევე უარი ვთქვით ყველა იმ შემოთავაზებაზე, რომელიც სამთავრობო ინსტიტუციებიდან მოდიოდა, ანუ ჩვენ წლების განმავლობაში კორპორატიულ შეკვეთებს ვაკეთებთ ხოლმე წინა საახალწლოდ, სასაჩუქრეს და არაერთხელ ყოფილა ვთქვათ ან პარლამენტი, ან თბილისის მერია და სხვა უწყებები, რომლებსაც გაუჩუქებიათ ჩვენთან შეძენილი საჩუქრები. წელს ყველას უარი ვუთხარით, რა თქმა უნდა, ამაზეც. არაფრის განიშვა ბაბალე და დღეს ძალიან ბევრი რამე აქვს უკვე 10 წელი აქვს უკან მოტოვებული, გამოცდილება უზარმაზარი და არ მეშინია ზუსტად ვიცი, რომ დავძლევთ ამ ყველაფერს. საახალწლო ბაზრობებში მონაწილეობაზე უარი თქვა საოჯახო კომპანია ბადიშმაც, რომელიც მომხმარებლებს გურულ საკმას, სანელებლებს, ტყემალს, აჯიკასა და სოფლის პროდუქტებს დავეზობს. აჯიკა დაწყებებს რომ ის უმეტე საახალწლო ბევრი ყიდულობს და უფრო მეტი შემოსავლის მიზეზად შეგვეძლო, რა თქმა უნდა და უფრო მეტ მომხმარებელს გავეცნობოდით, მაგრამ ჩვენთვის თავად მაინც ევროპული მომავალია და არა მხოლოდ საახალწლო გამოფენაზე უარი, არამედ სხვადასხვა თბილისში, სხვადასხვა ლოკაციებზე უნდა ჩავეტარები და მასტერკლასი და დეგუსტაციები, რითაც ჩემი პროდუქტი უნდა გამიცნო, რა მაგერებზეც უარი ვთქვი. იმ ბიზნესებს, რომლებმაც პროტესტის ნიშნად საახალწლო ბაზრობებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს, სასტუმრო შოთა რუსთაველმა დაუთმო რესტორნის ტერასა. 23 დეკემბრიდან 28 დეკემბრამდე აქ თავიანთი პროდუქცია იმ მეწარმეებმა წარმოადგინეს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მერიის მიერ ორგანიზებულ საახალწლო ბაზრობებში მონაწილეობაზე უარის თქმით გამოწვეული ფინანსური ზიანი უმნიშვნელოა. იმასთან შედარებით, რის დაცვასაც თავიანთი პროტესტით ცდილობენ. ჩვენი ბიზნესის ისტორია არ იქნებოდა ისეთი, როგორც არის, რომ არა ჩვენი დასავლელი პარტნიორების დახმარება, იმიტომ რომ ბევრი პროექტი მათი გრანტების დახმარებით გვაქვს გახორციელებული. შესაბამისად, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ქვეყანამ შეინარჩუნოს ევროპული კურსი და დარჩეს კონსტიტუციის ერთგული, რომელიც 78 მუხლის სახით არის გამოხატული ჩვენს კონსტიტუციაში. შესაბამისად, ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვეტთ, რომ არანაირი თანამშრომლობა აღარ გქონდეს მთავრობასთან და სამთავრობო უწყებებთან, რომლებიც ჩვენი აზრით არის არალეგიტიმური. წინა საახალწლო პერიოდი მეწარმეებისათვის და განსაკუთრებით სოციალური მეწარმეებისათვის არის ძალიან აქტიური პერიოდი. ფაქტობრივად ეს არის თვე, როდესაც შეიძლება ითქვას ყველაზე მაღალი გაყიდვები არის და ფინანსურად ყველაზე მეტად სასარგებლო არის ხოლმე ეს თვე. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უარი გვეთქვა სხვადასხვა საშობაო გამოფენებში მონაწილეობაზე და დღეს აქაც წარმოდგენილი ვართ იქედან გამომდინარე, რომ ეს სივრცე არის ჭიჭინაძის ქუჩაზე, ეს სივრცე არის რუსთაველთან ახლოს და იმ პროტესტთან ახლოს, სადაც ესე ვთქვათ ჩვენ ყოველდღურად ვდგავართ. ერთი ალბათ ბოლოს რასაც აღნიშნავდი არის ის, რომ შეიძლება დღეს ძალიან ვზარალდებით ფინანსურად, თუმცა ვიაზრებთ იმას, თუ საპირწონედ რა დგას, რა ფასეულობა დგას და რა არის დღეს ჩვენთვის პრიორიტეტული. ხელისუფლებას, რომელსაც მე არ ვცნობ და ძალიან ასობით 1000 ადამიანი არ ცნობს. და იმის გამო, რომ არ ვცნობთ, ამის გამო გვისწორდებიან, გცემენ.
ციხეში ქსვამენ და არღვევენ ყველა ადამიანის უფლებას, უამრავ უფლებას. მე მათგან არაფერი ფსევდო კეთილი და საყვარლობა და სახალწლო არ მინდა. არაფერი არ მინდა, იმიტომ რომ ეს ამ სიკეთის უკან იმალება დიდი ბოროტება და დიდი უსამართლობა.